საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატზე 3-3-ზე სოხუმის გუნდმა სოხუმმა გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. სამი-სამზე კალათბურთის ეს სახეობა სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. საქართველოში ჩემპიონატი მეორედ ჩატარდა და წელს საქართველოს ჩემპიონი სოხუმის სოხუმი გახდა. ჩემპიონატმა სტარტი 1 ივლისს აიღო და შესარჩევი ტური რეგიონებშიც გაიმართა. თბილისი მოლში გამართულ ფინალურ ეტაპზე სოხუმის სოხუმი და ბათუმის ბასკო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა. იმ დღეს სოხუმის ღირსებას ვეტერანი კალათბურთელები იცავდნენ. ამჟამად კლუბ მგზავრები არმიას მთავარი მწვრთნელი ბუბა ბერიშვილი და ცნობილი კალათბურთელი სოხუმის მკვიდრი ბექა გოლეთიანი. ვეტერანი კალათბურთელი ვახო ქადარია და საკალათბურთო გუნდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში. ძალიან საინტერესო მტკნელობაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ჩემი და ჩემი გუნდის პირველი მიზანი ამ ტურნირში მონაწილეობა იყო, რომ კალათბურთისგან კიდევ ერთხელ მიგვეღო სიამოვნება და დღეს ნამდვილად ესე მოხდა და ამ სიამოვნებასთან ერთად მოვახერხეთ ისიც, რომ გავიმარჯვით ტურნირში და ძალიან გვიხარია. ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული მეტოქეები ყავდა, ძალიან რთული გზა გავით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვებას მივაღწიეთ. ეხლა ვეცდებით უკვე, რომ საქართველოს სახელი გავიტანოთ ევროპაში და იქ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ფინალურ შეხვედრას უამრავი გულშემატკივარი ყავდა, რომლებიც თავიანთ ფავორიტ გუნდებს ამხნევებდნენ. საკალათბურთო კლუბი სოხუმი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ამიტომ ჩვენი საყვარელი გუნდის გამარჯვება ამ ტურნირზე და გასვლა საერთაშორისო არენაზე არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა გვაქვს ყველას ჩვენ, რომ სოხუმის გუნდი საქართველოს სახელით იასპარეზებს საერთაშორისო არენაზე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ეს ტურნირი 18 დღე გაგრძელდა. 1000-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო ამ ტურნირში მონაწილეობა. საბოლოო ჯამში აი ამ ლამაზ ადგილას თავი მოიყარა 16-მა წარმატებულმა გუნდმა, რომელთა შორის გაიმარჯვა კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმ გუნდმა, რომელიც ყველაზე გამოცდილი იყო, შეიძლება ესე ვთქვათ, ვეტერანების გუნდმა. ამიტომ არის ზუსტად ეს 3-3-ზე კალათბურთი თავისთავად ლამაზი, რომ არავინ არ იცის წინასწარ არ არის გასაზღვრულია ვინ გაიმარჯვებს. და თან საინტერესო ისეთი იყო, რომ ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ სოხუმისა და ბათუმის გუნდები. და სოხუმმა მოიგო ეს ჩემპიონატი წლევანდელი წლის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე სოხუმში ჩავატარებთ საქართველოს ჩემპიონატს. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სოხუმის კალათბურთელები 15 აგვისტოს რუმინეთში 3-3-ზე კალათბურთის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ჩვენი გადამღები ჯგუფი სპორტსმენებს საკალათბურთო გუნდ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ესტუმრა, სადაც მათ ჩემპიონატის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ვეტერან კალათბურთელებს იმ დღეს მათი ამღრსდელი საკალათბურთო გუნდ სოხუმის მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელიაც გულშემატკივრობდა. ჩვენ გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ ეს ტურნირი, იმიტომ რომ კოტე ტუღუშის გარდაცვალები ბუბა ბერიშვილის ასევე ბექა გოლეთიანის არის დახმარებით ჟინკით ერთმანეთის გვერდში დგომით ეს ტურნირი მოვიგეთ ძალიან ადვილად, ასე ადვილად არა, მაგრამ რომ ვთქვა, ყველა თამაში დაწყებული პირველი თამაში და დამთავრებული ფინალამდე ყველა თამაში ჩავაგდეთ 21 ქულას ვაგდეთ, რო ჩერდება და მოგებული ხართ. ძალიან რთული ეტაპები გავიარეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ ბოლომდე და ფინალში უკვე ორი ზღვისპირელი გუნდები შევხვდით, როგორც ბათუმის ბასკო, ისევე სოხუმის სოხუმი და რავი, ძალიან რთული ფინალი ჰქონდა და შევძელით ის, რომ გამარჯვებამდე მისულიყავით და ჩვენთვის სასურველი შედეგი დაგვიდო, რასაც ქვია ჩემპიონობა. სოხუმის გუნდი უკვე მეორე წელია მონაწილეობს, შარშან სოხუმის გუნდმა აიღო ფინალი ითამაშა და მეორე ადგილი. წელს გახდნენ ჩემპიონები. ეს მიმდინარეობა 3-3-ზე უკვე პოპულარული ხდება ევროპაში და მსოფლიოში და შეიძლება უკვე ოლიმპიური სახეობათაც შემოვიდეს მაგაზე მიდის მუშაობა ევროპაში და მსოფლიოში და ამიტომ საინტერესო თამაშებია. სხვათა შორის წელს 3-3-ზე 18 წლამდელებით სოხუმის გუნდი გახდა ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა სოხუმის 3 მოთამაშე 18 წლამდელებში.
ბუბა ბერიშვილი, რომელიც 15 წელი იცავდა საკალათბურთო გუნდ სოხუმის ღირსებას, კმაყოფილია იმით, რომ მშობლიური გუნდის სოხუმის სახელით კიდევ ერთხელ მოუწია ასპარეზობამ. მე ამაყი ვარ, ისევ რომ მომეცა საშუალება სოხუმში თამაშის, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა გავიზარდა სოხუმში, ვაჟა კვარაცელიასთან და მით უმეტეს ეს მეამაყებოდა რა და ამისთვისაც მადლობას ვუხდი იმ ბიჭებსაც, ვინც ჩემ გვერდში იყვნენ და ვინც მე იქ დამიძახა და ჩემი იმედი ჰქონდა და ეს იმედები ყველამ ერთად გავამართლა. ასევე თბილად იხსენებს სოხუმის რიგებში გატარებულ 2011-2014 წლებს ვეტერანი კალათბურთელი ვახო ქადარია, რომელიც სულ ახლახანს სოხუმის გუნდს დაუბრუნდა. სოხუმის გუნდს რაც შეეხება ჩემთვის არის დიდი სიამაყე, იმიტომ რომ მე სოხუმის გუნდში ადრე უმაღლეს ლიგაში თამაშობდი 4 წელი და ასევე სოხუმის გუნდთან მაკავშირებ ჩემი ბავშვობის ისტორია, სადაც დავიწყე კალათბურთის თამაში ბატონ ვაჟა კვარაცხელიასთან და ასევე დიდი სიხარული იყო რომ გავხდით სოხუმი ჩემპიონები ამ გუნდთან ერთად და მე ძალიან მიხარია რომ ესეთ კაი გუნდები ყავს და ჩვენ ვესწრებით რომ ბუქარესტში ვანახოთ უკეთესი შედეგი. ამდენად სოხუმის კალათბურთელების შემართებით ემზადებიან ბუქარესტის 3-3-ზე კალათბურთის ჩემპიონატისთვის და როგორც დაგვირდნენ ევროპის ჩემპიონებისთვისაც იბრძოლებენ. იგივე განწყობით წავალთ, ნამდვილად არ ვიცით ახლა იქ რადონის გუნდები შეხვდება და როგორ და რანაირად, მაგას რო ჩავალთ იქ შევაფასებთ თვითონ და იმედია რომ იქაც სასურველ შედეგს მივაღწევთ. იმედია რომ ევროპის ჩემპიონების გავხდებით.